Კობილეთის 34 საარჩევნოებაზე კენჭისყრის პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მცირე ინციდენტი მოხდა, რაც აღნიშნულობაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული წარმომადგენლის მერაბ ცინცებაძის მისვლამ განაპირობა. არაუფლებამოსილი პირის საარჩევნოებაზე ყოფნასთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა და მას უბანი დაატოვებინეს. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გელა ხახნელიძის მიერ უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნები. ანუ კომისიის თავმჯდომარემ შეზღუდა წარმომადგენელი თავის უფლებებში და მოითხოვა წარმომადგენლის უბნიდან გამოძიება, რის შესახებაც ჩანაწერთა წიგნში გაკეთდა ჩანაწერი ამის შესახებ, ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ აღნიშნულ ფაქტს. არ იყო კანონიერი, იმიტომ რომ საარჩევნო კოდექსში არ წერია იმის შესახებ, რომ საარჩევნო ოლქში დანიშნულ წარმომადგენელს არ აქვს უფლება იმყოფებოდეს საარჩევნო უბანზე. საარჩევნო კოდექსის 52 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენელი იმავდროულად არ შეიძლება იყოს წარმომადგენელი ქვემდგომ საუბნო საარჩევნო კომისიაში და არ აქვს უფლება, რომ მის წარმომადგენელს ეს არის საოლქოში წარმომადგენელი და უნდა იყოს საოლქოში.